ქოცები აღშფოთებულან გუშინ, რომ 4000 ლარისთვისო და 300 დოლარისთვისო ხალხიო დააკავესო 9 წლიანზე უშვებონო და აქ ვიღაცაებმა მილიონები რომ მოიპარესო, ისინი თავისუფლად დადიანო. რა ხდება, გამონათებები დაგეწყოთ? ბარე მაშინ იმაზეც დაფიქრდით, რომ ლევან ხაბეიშვილი ციხეში რის გამოზის, აბა, იცით ხო? რომ არც ხელისუფლებაში ყოფილა, არც არაფერი მოუპარავს, არც რამე ქმედება ჩაუდენია, უბრალოდ სიტყვის გამო. აი პოლიტიკური დაპირების გამო დაატყოა და გამოკეტა ციხეში ივანიშვილმა და სხვათა შორის ქოცები ხო ესეთი ბრძენი ხალხი ხართ და ქართველობაო გაიძახი და ის ანდაზა მოეწონათ ახლა ქოცებს, რომ აქლემის და ნემსის ქურდი ერთი რო არის და ოღონდ ერთი პატარა ჩანართი მიამატეს, რომ ახლა აქლემის ქურდებთანო ჩვენ რას გავხდებითო და აი ნემსის ქურდებს რომ მიწიდან ამოვიღებთო და მაგას მიყვებიან რა და ორი ადამიანი რო დააკავეს გუშინ ოზურგეთში და 9 წლიანზე უშვებენ 4000 ლარის ქრთამის აღების გამო დარწმუნებული ვარ იმის ოჯახის წევრები, თანამშრომლები, ნათესავები იყავით მაშინ ღარიბაშვილი რო ოზურგეთში იყო ჩამოსული და ტაშს უკრავდით მე მაგ დროს ღარიბაშვილისთვის გაჭირებულ ადამიანებზე კითხვის დასმა რომ მინდოდა 4 მოტრუკმა პოლიციელმა რომ ამიღო და წამიღო თქვენ მაგ დროს ღარიბაშვილს ტაშს უკრავდით და ეხაც იგივე აზე ხართ რა ხდება აბა თქვენსკენ რომ რამდენად გამოანათა რა სიტყვით რომ ჯანდაბას ისხდებით თქვენ ციხეში 9 წლიანებს მოიხდით ოღონდ ქოცები და ღარიბაშვილი იყვნენ კარგად თუ რავი რა შვებით აბა როგორ ხართ